მოგესალმებით, მე გახლავთ ექიმი კარდიოლოგი გეორგ ცაბიძე. ეს საუბარი გვექნება გულის უკმარისობაზე და მასთან დაკავშირებით პრობლემებზე. რა არის გულის უკმარისობა? ეს გახლავთ გულის ოგოსტუმბოს ფუნქციის შემცირება, რის გამოც იგი ვერ გადატვირთავს დროის გარკვეულ მონაკვეთში შესაბამისი რაოდენობის სისხლს. სიზარღვებში აქედან გამომდინარე ვითარდება აღნიშნული მდგომარეობა. გულის უკმარისობას სხვა მიზეზი აქვს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და წამყვანი ეს არის ჰიპერტონიული სნეულება, მარტივი ცნების მაღალი ციფრები, რომელიც იწვევს გულის გადაწყვეტას, აქედან გამომდინარე ვითარდება აღნიშნული მდგომარეობა. მეორე ეს გახლავთ გულის იშემიური დაავადება, უпростоრად გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, რომელიც როგორც მოიხსენება დაზიანებს გულის კუნთის გარკვეულ უბანს, ეს გამოითიშება გულშროტობის ზონიდან და აქედან გამომდინარე ვითარდება გულის უკმარისობა. კუმშროდი მასა მცირდება გულის კუნთის. შემდეგ ეს გახლავთ არითმის მძიმე ფორმები, რომლებიც თავად შეიძლება იყოს როგორც გართულების, ასევე გამომწვევი მიზეზი გულის უკმარისობის. გულის უკმარისობას შეიძლება ართულებდეს სხვა პათოლოგიები, თანხლები, რომელიც პაციენტებს ხშირად აქვთ, მოკლედ შაქრიანი დიაბეტი, პარისებრი ჯირკვლის სხვა დისფუნქცია, ასევე ბრონქული ასთმა, ხალხსასუთხის სისტემის პრობლემები, რა თქმა უნდა, მძიმე პრობლემებზეა საუბარი და აქედან გამომდინარეც ვითარდება სწორედ გულის უკმარისობა როგორც გართულება. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ გულის უკმარისობა უფრო შედეგია გართულება პათოლოგიების, ვიდრე იზოლირებულად დაღებული პათოლოგია, თუმცა ამ ხრივაც არსებობს გარკვეული ჯგუფი დაავადებების, რომელსაც შეიძლება პირველად გულის უკმარისობის გამომწვევი უწოდოთ და ეს არის მაგალითად ეგრეთ წოდებული კარდიომიოპათიები, ანუ გულის კუნთის გარკვეული დაავადება, რომელიც სწორედ მის როგორც ფუნქციური ორგანოს დაზიანებას იწვევს, არაეფექტურს ხდის მის შეკუმშვებსაც და ზოგადად მისი სტრუქტურა იცვლება. აქედან გამომდინარე ვითარდება გულის უკმარისობა. გულის უკმარისობა შეიძლება იყოს მწვავე და კრონიკული, მარჯვენა მხრივი, მარცხენა მხრივი. მწვავე ვითარდება საათებისა და დღეების განმავლობაში, ხოლო კრონიკული ვითარდება თვეებისა და წლების განმავლობაში. რით გამოიხატება გულის უკმარისობა? პირველად ეს გახლავთ ქოშინი, ანუ ჰაერის უკმარისობა, როგორც პაციენტები განმარტავენ დატვირთვის დროს, მაგრამ შეიძლება მძიმე ფორმების შემთხვევაში მოსვენებელ მდგომარეობაშიც კი აღენიშნებოდეს ეს ჯივილი პაციენტს. მეორე ეს გახლავთ ასე ვთქვათ არითმიის შეგრძნება, ანუ გულის ფრიალი ეგრეთ წოდებული, ხშირი სუნთქვა, ანუ ეგრეთ წოდებული დაკიპნოე, თავბრუსხვევა ძლიერი, ხველაც კი, რომელიც თითქოს სასუნთქის სისტემის ჩივილია და არა გულსიზრდა სისტემის, რაც ეკვრის წრეში შეგუბებით არის გამოწვეული, ანუ მცირე წრეში. ზოგადად ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გულის უკმარისობა უფრო ასაკოვანი პაციენტების დაავადებაა, ვიდრე ახალგაზრდა ასაკის, თუმცა დღევანდელ ვითარებაში შეიცვალა და გარკვეულწილად ეს ზვარიც წაიშალა და შეიძლება საკმაოდ მძიმე ხასიათის გულის უკმარისობას სახებას შეხვდეთ ახალგაზრდა ასაკშიც კი. რა კვლევები უნდა ჩაატარდეს, რომ დადგინდეს გულის უკმარისობა? გარდა რუტინული კვლევისა, ეგრეთ წოდებული ელექტროკარდიოგრაფიის, ანუ EKG-ის, სადაც დგინდება არის თუ არა იშემიური დაავადება ან არითმიის გარკვეული სახეობა, რომელიც შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი ან გართულების მაპროდუცირებელი. ყველაზე ძირითადი ინფორმატიული მაინც არის გულის ეხოსკოპია. ეს გახლავთ ეკოკარდიოგრაფია, ანუ ეკოკარდიოსკოპია, როგორც ხდებოდა ასე უწოდეთ. სადაც დგინდება გულის სარკმლების მდგომარეობა, კამერების ზომები, ასევე მაგისტრალური სიზარღვების მდგომარეობა, კუმშროდობის რეზერვი, განდევნის ფრაქცია ეგრეთ წოდებული და ასე შემდეგ, რაც გვეხმარება მკურნალობის ადეკვატურ დანიშვნაში, ასევე გულის უკმარისობის მიმდინარეობის კონტროლში. რა სიხშირით უნდა ჩატარდეს აღნიშნული კვლევა, ანუ გულის ეხოსკოპიაზე აქვს საუბარი. თუ ახალი დანიშნულება, ანუ ეხლა დაიწყეთ მკურნალობა, პირველი 1 თვის განმავლობაში დანიშნულებიდან უნდა ჩატარდეს კვლევა. შემდეგ 3 თვის განმავლობაში, შემდეგ ყოველ 6 თვეში. უკიდურეს შემთხვევაში 1 წლის განმავლობაში და ყველა არსებული მონაცემი წინას შედარდეს, რაც მოგცემს იმის წარმოდგენას ადეკვატურია თუ რა მკურნალობა და როგორ მიმდინარეობს თავად გულის უკმარისობა. რით უმკურნალოთ? გულის უკმარისობის სამკურნალო სხვა საშუალებები არსებობს და რა თქმა უნდა, ამას ექიმი კარდიოლოგი უძღვება,
თუმცა შეიძლება თერაპიული პროფილითაც, ოჯახის ექიმი ან თერაპევტი წაუწვეს, გააჩნია მის მიმდინარეობას და პრეპარატებიც საკმაოდ მრავალფეროვანია. წამყვანი მათ შორის უკავია ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებს, რომლებიც კომბინაციაშია ხოლმე შარტმდენებთან. ეს შარტმდენებია სწორედ ის მედიკამენტები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ. ის კომბინაციაში შეიძლება დაინიშნოს, ცალკე დაინიშნოს მონოთერაპიის სახითაც და მასთან ერთად კომბინაციაში ნიშნება ანტიანგინალური ტკივილის გულის შემეორ დაავადების სამკურნალო საშუალებები, ანტიარითმიული საშუალებები, ძირითადი სხვა პათოლოგიის მომაწესრიგებელი, როგორც არის შაქრის ციფრების, მაგალითად დიაბეტის სამკურნალო, ბრონქული ასთმის სამკურნალო და ასე შემდეგ. კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც ხშირად აღნიშნულ ჩიულს ან ქოშინს იწვევს და ხშირად გავს გულის უკმარისობის სიმპტომატიკას, ეს არის მძიმე ხარისხის ანემიები. რომელიც სხვა სახეობის არის თავის და თავად და ამ შემთხვევაში როგორც წესი ჟანგბადის შეთვისება ირღვევა ხოლმე და სიმპტომატიკა იგივენაირად გამოიხატება. ამიტომ სისხლის საერთო ანალიზის გაკეთებაც აქაც ყოველთვის რუტინულ კვლევაში ითვლება, რომ დადგინდეს ხომ არ არის ანემიის სახეობა, რომელიც იწვევს სწორედ გულის უკმარისობას. როგორ მოვიქცეთ მწვავე შემთხვევაში, როდესაც უეცრად ვითარდება გულის უკმარისობა. რა თქმა უნდა, ძირითადი პათოლოგია ამ დროს დადგენილია ხოლმე და პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ, რა თქმა უნდა, ნევის ციფრები შემოწმდეს. თუ ის მაღალია, ხელთაფრთხმელ პაციენტებს სხვა დამხმარე საშუალებები, როგორც არის გაფტოპილი, ნიფედიპინი და ასე შემდეგ. შარდმდენები ის პირობებში იშვიათად გამოიყენება, მაგრამ თუ საწარმო დახმარება იგვიანებს, ამ შემთხვევაში შეიძლება ფუროსემიდის ტიპის მედიკამენტი იქნას გამოყენებული, რომელიც სითხეს გამოდევნის დროის მცირე მონაკვეთში ორგანიზმიდან და შესაბამისად გულის უკმარისობის სიმპტომატიკას შეამცირებს. მაგრამ რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ მალევე იქნას გამოძახილი საწარმო დახმარების ბრიგადა, რომელიც ადგილზე შეაფასებს მდგომარეობას კვალიფიციურად და დახმარებასაც გაუწევს პაციენტს და თუ საჭიროა ჰოსპიტალიზაციასაც ჰოსპიტალიზაციის საკითხსაც გადაწყვეტს. გულის უკმარისობის ეგრეთ წოდებული ხალხური საშუალებები ზოგადად საკმაოდ დიდ კამაც იწვევს ექიმებში. და ამ დროს პრინციპი მაინც ის არის, ზოგადად შეიძლება არ იკრძალებოდეს მისი მიღება, მაგრამ ეს არ არის წამყვანი. ძვირფასი დრო არ უნდა დაიკარგოს აღნიშნული სხვა ფიტოთერაპიული საშუალებების თუ ჰომეოპათიური საშუალებების გამოყენების სახით, რომ პაციენტს არ გაუხსნას მდგომარეობა და სავალალო შედეგამდე არ მივიდეს აღნიშნული სიტუაცია. მაგრამ თუ მდგომარეობა დასტაბილურებულია, თუ კი ასეთი რაიმე გამოცდილება არსებობს, კარგად გაიკითხეთ და მოიძიეთ ინფორმაცია, შესაძლებელია კომბინაციაში სხვა საშუალებებიც იქნას გამოყენებული. დღეისთვის ეს იყო, გისურვებთ ჩართულობას, მოგწერეთ გუნდის აქტუალური კითხვები, გამოიწერეთ არხი. კარგად წარდგებით.